გამარჯვებით იყოთ მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია. ის პირდაპირ ეთერში გადის ყოველ სამშაბათს მეცნიერთა კონგრესის დროში ქართული ტელევიზია ძალიან გვეხმარება და ძალიან სასიამოვნოა რომ ყოველ სამუშაო დღეს ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს მეცნიერთა კონგრესის წევრებს და მეცნიერებასთან დაკავშირებულ ადამიანებს აქვს საშუალება რომ საღამოს 7 საათიდან 11 საათამდე ჩვენი სათქმელი უთხრათ საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო ძალიან ბევრი ისმენს ამას და უყურებს უცხოეთში. დღეს ამ კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი გადაცემა რომ ამ გადაცემის სტუმარია ბატონი ბეგი თავართხილაძე. პიროვნება რომელიც 10 წლეულებია ცხოვრობს იტალიაში, არის მეცნიერების დოქტორი, არის ძალიან საინტერესო პიროვნება. პიროვნება რომელიც დღეს ხელმძღვანელობს რომში ჩვენს დიასპორას. მე მახსოვს, როდესაც ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა სოფლიო კონგრესი დაიწყო იტალიაში, როგორი საინტერესო შეხვედრა შედგა რომში ჩვენს თანამემამულეებთან. ეს არის ადამიანი, რომელიც არნახულად ეხმარება და გვერდში უდგას ყველას, ვინც საქართველოდან არის ჩასული და რაც მთავარია, ძალიან კარგი ავტორიტეტი აქვს უშუალოდ იტალიაში, იტალიელებთან, იტალიის სახელმწიფოებთან დაკავშირებული პიროვნება არის და ამ კუთხითაც გამორჩეულია. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ საკუთარი თვალით, როგორც იტყვიან და ვნახეთ როგორი დიდი ავტორიტეტი იყო, როდესაც ჩვენს ძალიან საინტერესო მხატვარს თეკლა მელაძეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მხატვარია დღემდე, რომელიც ვენეციის ბიენალეზე იყო წარდგენილი და მაშინ 22-23 წლის გოგონა იყო და რაღაც წარმატებული შედეგებით დამთავრდა, როდესაც იქ პრობლემები შეექმნა, სწორედ მთელი მისი ოჯახი დაუდგა გვერდით. და დღეს თეკლა უკვე ამერიკაშია, ძალიან ძლიერ საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს და ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია და მთელი ოჯახი და ჩვენ ყველანი ძალიან მადლიერი ვართ ყველაფერი ამის გამო. ბატონი ბეგი იმითაც არის გამორჩეული, რომ როდესაც ჩვენ აღნიშნავდით 1995 წელს ქუთაისის 3500 წლის იუბილეს და გაიხსნა მაშინ დავით აღმაშენებლის ძეგლი კეთევან ბაგრატიონთან ერთად და ძალიან ბევრ საინტერესო პიროვნებასთან, საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ერთად გვეწვია ის მაშინ ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იყო იქ მონაწილეობდა და იმის შემდგომ ძალიან გაძლიერდა ჩვენი მეგობრობა და დღეს ეგერ ვართ ერთად, ბევრი რამ ვისაუბრეთ. მე მინდა რომ ვიდრე წავა კიდე რამდენჯერმე შევხვდეთ, ამით უფრო რომ ისი იტალიელი მეგობარი თუ მეგობრები ჩამოდიან და სასიამოვნო იქნება. ბოლოს ბეგი ბატონო ჩვენ შევხვდით მეცნიერებათა აკადემიაში. თქვენ სასაულად კარგი საქმე გააკეთეთ, რომ 1900 წლიდან 1928 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული საიდუმლო დოკუმენტებსაც კი გადაუგეთ სურათები და ეს პრაქტიკულად მუსოლინის პერიოდთან დაკავშირებულია ხო, თუ არ მეშლება და ესე ხო, რომ ვიხსენებ იმ პერიოდს, თქვენ ჩამოიტანეთ და მეცნიერებათა აკადემიაში გადაეცით და ჩვენს არქივშია უკვე ყველაფერი ეროვნულ არქივს. მოკლედ, მოგესალმები, ძალიან კარგი განწყობით, ბევრ რამზე უნდა ვისაუბროთ. ვსაუბრობთ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში რაღაც განწყობა ევროპის მიმართ, ამერიკის მიმართ კაც სახარბიელო ვერ არის. ამაში ორივე მხარეს შეიძლება იყოს რაღაცები და ამაზე დავილაპარაკებთ, მაგრამ მე არ მგონია რომ ნებისმიერი ქართველისთვის კარგი იყოს ის აგდებული დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში არის ევროპისა და ამერიკის მიმართ. ჩვენთვის ევროპა არ არის არც ევროკავშირი და არც ამერიკა არ არის რომელიმე კონკრეტული ხელმძღვანელი და დეპუტატი. ძალიან კარგად იცის მსოფლიომ, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოს უნდა კონდეს თავისი ინტერესი და ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენს ინტერესს და ჩვენ არ უნდა ვიყოთ, როგორც იტყვიან, ესეთი თურაშაულის პატრონი ტყეში რომ ეძებს პანტას, რომ ველოდოთ, რომ ამერიკა მოგვეხმარება, ევროპა მოგვეხმარება, რუსეთი გადაგვარჩენს, არავინ საქართველოს გადამრჩენი, საქართველოს გარდა არავინ არ არის. ჩვენ ყველასთან უნდა ვიმეგობროთ და მე ზოგიერთ რამეს მე გადმოგცემთ, რა ვიცი, ახლა მინდა რომ თქვენ შესავალი გააკეთოთ, მიესალმოთ ჩვენს ხალხს და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენს გადაცემაში. ბეგი თავართხილაძე. მადლობთ ბატონ თეიმურას, დიდი მადლობა.
მე ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ ჩვენი შეხვედრით თქვენ ტელემაყურებელთან შეხვედრის გამოც და რა ვიცი ჩემი აზრით ძალიან რთული მდგომარეობა ეხლა საერთაშორისო არა მარტო საქართველოში არამედ მთლიანად მთელს მსოფლიოში უკვე ისეთი დელიკატური ფორმით მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი რომ მოვლენები ერთ წამში ვითარდება რაც კატასტროფულად როგორც ერთი მიმართულებით ასევე მეორე მიმართულებით ამდენად სრულიად გეთანხმებით სრულიად ვიზიარებთ თქვენს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას აზრს იმის შესახებ რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ და მხოლოდ შერიგების გზა ის გზა რომ არ გავამწვავოთ ურთიერთობა არც ერთ დიდ მსხვილ კოალიციას რომლებსაც დიდი ინტერესი გააჩნიათ საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ის და ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ერისთვის არის სასარგებლო და მისაღები. მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ეხლა თუ ოდესმე იყო საჭირო დიპლომატია, დღესაა ეგ და პოლიტიკური კულტურის გარეშე ეს წარმოუდგენელია. დიპლომატია ყოველთვის გამორჩეული ქონდა საქართველოს. მეც მინდა ეხლა გამოვიყენო და აი მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი აზრი იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა ომი უბედურებაა. რა თქმა უნდა ეს დაძაბულობა სადაც არ უნდა იყოს უბედურება. მაგრამ ხომ ვიცით ჩვენ რომ ომით ყველა არ ზარალდება. ვიღაც მოგებული გამოდის ხო ამ ომიდან. მაგრამ არიან ქვეყნები რომლებიც იმდენად სწორ პოზიციას ირჩევენ რომ ამ რთულ სიტუაციაში ნახტომსაც კი აკეთებენ უკეთესობისკენ. იზიარებ თუ არა მიდგომას? აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ბეწვის ხიდზე სიარული ძალიან ძნელია ამისათვის უნდა ჰქონდეს როგორც გამოცდილება როგორც ცოდნა ასევე რაღაც ინტუიციაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წინდახედულობა იმისათვის რა გზა არჩიო ყოველთვის დაიკავო ძლიერის პოზიცია ან ამოეფარო უფრო სუსტ კოალიციას ამ შემთხვევაში ალბათ ევროკავშირზე საუბარი მდა რომ იმდენად რამდენად ყველაზე სუსტად მე დღეს წარმომიდგენია ისრაელ ამერიკის და აღმოსავლეთის რუსეთის ჩინეთის და ინდოეთის კოალიციებთან შედარებით ყველაზე უფრო სუსტი ალბათ ჯობს რომ არც მწვადი დაწვა არც შამფური და რაც მთავარია არც ხელი დაიწვა. რა თქმა უნდა, ნუ ეხლა მე უბრალოდ მე უნდა გადმოგცეთ თქვენ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ჩვენ ამას ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, აი როგორ გვიწერია, რომ ესე იგი ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ესე იგი წარსულის შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების სახელმწიფო. იზიარებ თუ არა მიდგომას? აბსოლუტურად ვიზიარებ. მოგეხსენებათ ბატონ თემურ რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ არეულ დარეულობაში ამ ბეწვის ხიდზე სვლა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა მე ერთ ფაქტს მინდა რომ ხაზი გავუსვა მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით, ხა მე იმას ვერ გეტყვით რამდენად სწორია, რამდენად დაფუძნებულია ფაქტებზე, რამდენად მე არ ვიცი ამ ქალბატონს რა ფაქტები აქვს. ერთადერთი, როდესაც წავიკითხე ეს ამ ქალბატონის მიერ შესრულებული
სამუშაო ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ მან ეს 15-20 წლის წინ მოამზადა და არა დღეს. თანაც იმიტომ რომ იქ არის მხოლოდ თეორიული ძალიან ისეთი ზოგადი ფრაზები და კონკრეტულად მე იქ ვერ ვნახე ისეთი რამ, რაზეც თუმცა ვიმეორებ და ვიზიარებ პრემიერის ჩვენი პრემიერის კომენტარს, რომელმაც ჩემის აზრით ძალიან სწორი თავდაჭერილი კომენტარი გააკეთა, რომ ბევრი ფაქტი ალბათ მე არ ვიცი, რამდენიც არ შეესაბამება, მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, რომლებიც გასათვალისწინებელია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დღევანდელმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ბატონო ბეგი იცი რა მინდა რომ ვთქვა, რომ როცა ამ თემას მე კარგია რომ შემოიტანეთ თქვენ, მე არ ვაპირებდი, იმიტომ რომ იმდანად პოლიტიზებული გახადეს ჩვენთან ყველაფერი და ერთ მხარეს უხარია, მეორე კიდე ვთქვა დამძიმებულია. არ უნდა გიხარებდეს ის რაც ხდება, მე ყველაზე მეტად ის მამძიმებს ბეგი ბატონო, რომ ესე იგი რეალურად ეგრე გამოდის ხელისუფლებას მუდმივად აქვს ეს აზრი, რომ სწორია, ოპოზიციას მუდმივად აქვს ის აზრი, რომ ხელისუფლება არასწორია. ერთიც ტყუის და მეორეც ტყუის და ყველაზე დიდი უბედურება მე ასე მგონი ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს ფიქრობს, რომ გარეთ ინგრევა ყველაფერი და ამიტომ ჩვენ დღეს ასე რომ ცხოვრობთ, მადლობას ხელისუფლებას. ჩვენ დღეს მე გეუბნებით, რომ ჩვენმა მეზობლებმაც კი გამოიყენა ყველამ ძალიან კარგად შექმნილი სიტუაცია, ხედავთ თქვენ როგორ აკეთებს ამას თუნდაც აზერბაიჯანი, ან თუნდაც სომხეთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ნახტომს აკეთებენ წინ. მე ეს მაგალითი ეს რატო მოვიტანე? ის კი არ არის ცუდი, რომ იმ ერთმა ქალბატონმა ეს დაწერა. 24-მა სახელმწიფომ გაიზიარა. და დააკვირდით, ესე იგი არც ერთ დოკუმენტს ეს მექანიზმი რაც გამოიყენეს 12-ზე მეტი მხარდაჭერა არ ქონია დღემდე. აი მე ანალიზს როცა ვაკეთებ, მე სულ ფიქრობ და ვეუბნები, რომ რატომ ქმნით ჩვენ იმ სიტუაციას, რომ აი როგორც ვიღაცას გონია, რომ პრობლემა არის ქუჩაში რო დგას ხალხი. პრობლემა ის კი არ არის ქუჩაში რო დგას ხალხი. პრობლემა არის კითხვები, რომელიც მათ აქვს. ჩემთვის პრობლემა არ არის იმ ქალბატონმა რომ ეს დაწერა. ჩემთვის პრობლემა არის შიგრა წერია. მე შინაგანად რომ ვკითხულობ ამას ყველაფერს, არ ვამბობ ამას ხმამაღლა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არ მინდა ხა დავემსგავსო, ასე იგი ძალიან ბევრი რამ სწორია. ნუ აკეთებ იმას. აი ამაშია საქმე. მე ხო ვიცი რომ არჩევნები ხალხდება. მე ხო ვიცი რომ იმ ეპიცენტრში ვცხოვრობ, სადაც თქვა ეს ყველაფერი ხდებოდა და უამრავი ადამიანი სახში შევიფარეთ ჩვენ და რა ხდებოდა მაშინ და მაშინ მეცნიერთა კონგრესი შვაში ჩადგა. ბევრმა ვერც გაგვიგო ჩვენ და ვთქვით რომ მე ჩავატარეთ შეკრება კინოსახში, გამოვედით იქედან ერთი 50-მდე კაცი და შვაში ვდგებით თქო, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ეს ძალადობა. ხელისუფლება იმ შემთხვევაში ხარ ძლიერი, როდესაც არ ძაბავ დაპირისპირებაში არ შედიხარ. ოპოზიციას აწყობს დაპირისპირებაში შესვლა. ეს მისი ინტრიგაა. ხელისუფლება სჭირდება ამ შემთხვევაში კავშირი ხალხთან. მე არ ვარ დაპირისპირების მომხრე და მე ვარ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე. დააკვირდით ხა თქვენ, აი ყველა ლაპარაკობს რომ დავიწყეთ დიალოგი და ესენი. ვის არ იწვევენ ამ დიალოგზე? არ იწვევენ მხოლოდ მეცნიერთა კონგრესს. რატო იწვევენ სხვებს? იწვევენ ერთი რამის გამო, იმათთან უადვილდებათ ურთიერთობა. იმათ აქვთ ისეთი კომპრომატები აქვთ მათზე, რომ იმას ეტყვიან, შენ ის არა ხარ, ეხლა ნაციონალურმა მოძრაობამ რაც არ უნდა აკრიტიკოს. დღეს ოცნება და აი მოკლე რამეს გეტყვი და თქვენი კომენტარი შემდგომ რომ აი დღეს მე რომ მკითხოს ვინმე ყველაფერი უბედურების სათავე დღეს ამ სიტუაციაში რა არის? ეხლა ისეთ რამეს ვიტყვი, ძალიან მძიმე დარტყმას მივიღებ. მიხეილ სააკაშვილია უპასუხობ. ეხლა ვინმე რომ ეტყვის რატომ? იმიტომ რომ ვერ ჩერდება იმ დროს, როცა უნდა გაჩერდეს. აი ეხლა გეუბნებით აგერეთ, გავაგზავნე. ჩვენ მე მიშა სააკაშვილზე ნუ მე არა. მაგის კი არა, სულ სხვა რამეს ვამბობ მე, რა იჭედეთ რა არის? მიხეილ სააკაშვილი არის ამ უბედურების სათავე, იმიტომ რომ ადამიანს რო ელაპარაკები დღეს გეუბნება არ მინდა ეს ხელისუფლება, მაგრამ აბა სააკაშვილი გინდა? აი ვიდრე, აი ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნის. ეს საქართველო ხო არის
იტალიიდან უყურებ ამას და იმ ხედა უამრავ ქართველს, რომელიც თქვა ჩამოვიდა და ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, მაგრამ საშინელ დღეშია, მაგრამ ხო ხედავთ იმას, რომ გაცილებით უკეთესი შეიძლება ყოფილიყო არაერთი და ორი პიროვნება, ვინც იქ ჩამოვიდა, თქვა სამე პარლამენტში და სხვაგან ყოფილიყო, ვიდრე ისინი, რომლებიც, თქვა მილიონებით და მილიარდებით და ეხლა მე ამ დღეებში მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრის ქონება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სოფლიოში ალბათ ძალიან ძნელად მოიძებნება სახელმწიფო, სადაც ამ ქონების მეპატრონეს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნავენ. ეგ არ არის დღეს ჩემი განხილვისაგანი. მე უბრალოდ პოზიციას ვამბობ. აი ვიდრე საქართველოს მოსახლეობაში არის განწყობა ამისა, რომ ინგრევა ქვეყანა და ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ რამეს ესეთი და მეორე, რომ არ გინდათ ბიძინა ამანიშვილი, აბა სააკაშვილი გინდათ, მე არც ერთი მინდა და არც მეორე, მე მინდა მომავლის საქართველო. ჩემი პოზიცია სხვა არის. მე არც თქვენ გაყენებთ უხერხულობაში არაფერი, თქვენ ხართ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც უამრავი რამე ნახა. და ბერლუსკონის ისიცა მიდიოდა, არ უნდა შეგეშინდეს წასვლის და უნდა იბრძოლო მოსვლისთვის. ჩვენთან ეშინიათ წასვლის. და იმიტომ რომ წავიდნენ, ისეთ რამეებს ამოყრიან მე რომ ვეღარ მოვრუნდება ბევრი ვინმე. ხო და აი ამიტომ, როდესაც ხელისუფლება არის, თუ ხელისუფლება არ იცვლება, ბერლუსკონის მაგალითია. ხო იცით რომ იტალიაში ზოგჯერ წელიწადში 2 არჩევნები ტარდებოდა, ხო? რა იტალია უკან წავიდა? არა, ესე იგი ეს ერთი და მეორე. რამდენჯერმე გაუშვეს ბერლუსკონი, რამდენჯერმე მოაბრუნეს. რომელი უფრო სწორია, იჯდე მუდმივად, თუ მიდიოდე და მოდიოდე? ალბათ ეს უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებამ. ეს უნდა გადაწყვიტოს ამორჩეველმა და ბუნებრივია იმ ფონზე, რომ არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში გარანტია უნდა იყოს იმისა, რომ არჩევნების გაყალბება არ უნდა მოხდეს. აგაშენა მე გარი თავარი ამ კონტექსტში. მაგრამ მე ერთ საკითხზეც მინდა რომ ხაზი გაუსვა ბატონ თემურას. ეხლა როდესაც საუბარი ამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე, ხო? ამ მოსკოვის მექანიზმის მიზანი არ არის მხოლოდ აღმოჩენა, რეგისტრაცია დარღვევების. მის ერთ-ერთ ფუნქციას ზუსტად დაპირისპირებული მხარეების შერიგება და მათთან საერთო ენის გამონახვის ფუნქციაც არის. ეს ქალბატონი, რომელიც ჯერ ერთი ალბათ ჩვენი მთავრობის ბრალია, მაშინ გეთანხმებით, რომ რატომ მიიღეს ეს ქალბატონი, რატომ იყო მხოლოდ ერთი ექსპერტი, თან რაღაცა ენციკლოპედიური განათლების მქონე ქალბატონი, რომელიც სისხლის სამართალში, სამოქალაქოში, საიმიგრაციო შრომის ყველაფერში ერთმა ადამიანმა, ჯერ ერთი კანონის მიხედვით, წესის მიხედვით, პროცედურის მიხედვით უნდა იყოს მაქსიმუმ 3 ექსპერტი და არ უნდა იყოს ერთი ვიზიტი, უნდა იყოს მრავალჯერადი ვიზიტი, რომელსაც ნებართვა უნდა მისცეს მიმღებმა ქვეყანამ, ანუ საქართველოს. შეიძლება აქ არის შეცდომა დაშვებული, რომ ის ერთი ქალბატონი კი უნდა მოეყო, უნდა ეთქვათ, აბა სად არის კომისია, რომელიც რეალურად და ობიექტურად შეაფასებს საქართველოს მდგომარეობას. არ გავაკეთებ, მაგრამ თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ამათ მიცეს ხო ნებართვა, ამათ მიცეს ყველაფერი და ისე უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე ქვეყნის მიმართ, სადაც ეს გამოიყენებს, თქვათ, მილოშევიჩთან დაკავშირებით, ლუკაშენკოსთან, პუტინთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ცუდ სიაში მოხვდით, ძალიან ცუდ სიაში. უბრალოდ მე როგორც ქართველს ეს ძალიან მაწუხებს და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ყველგან ერთი წერდა ამ იმას და მე მთავარი იყო, რამდენი ეთანხმებოდა. ჩვენთან იმის გამართლება დაიწყეს, რომ 48 თუ რამდენი სახელმწიფოდან, თუ 46-დან თუ რაღაცა 23-მა დაუჭირა მხარეო. 12-ზე მეტი მხარდაჭერა არ ქონდა არც ერთს. როცა 24 ქვეყანა, თქვენ ხო იცით, რომ ეს არ არის მარტო იმის ვინც დეპუტატია, იმის ხელისაწევა იქ. ეს არის იმ ქვეყნის პოზიცია, ხო? როგორ უნდა მიიყვანო შენ საქმე იქამდე, რომ ყველაზე მძიმე ორჯერ მეტი გამოვიდა ჩვენთან იმ დოკუმენტის მხარდამჭერი, რომელიც თუნდაც დაუშვათ, რასაც თქვენ ბრძანებთ და რასაც ჩვენთან ლაპარაკობენ, ტენდენციურია, ცუდია. ესე იგი, იმდენად არ უნდა შეაძულო ყველას თავი, რომ 23-მა თუ 24-მა ქვეყანამ ამას ხელი აუწიოს. ხო, ეს შეძულების შედეგია თუ
მუშაობის დეფიციტის შედეგი შეიძლება თქვენ კარგ ხაზგასმას აკეთებთ ორი ძალა ერთი არ მუშაობს მეორე მუშაობს ოპოზიცია მუშაობს რომ დაწერილი იყოს ხელისუფლება არ მუშაობს რომ არ დაწერილი იყოს არ მუშაობს შეიძლება აი რა არის დღეს მე შემიძლია გაჩვენოთ ახლა თქვენ ყველა დღეს ესე იგი არის ერთი პიროვნება თუ არ ვწდები ესე იგი უნდა ვნახო ახლა რუსებს თქვენ იცით რომ მე არ ვარ იმის მომხრე რომ საქართველოში ძალიან ბევრი რომელიც აკებს თქვათ ამერიკას რომ ლანძღავს რუსეთს ან კიდე პირიქითაა და ესე იგი დღეს ქვეყანაში დაირღვა სიმართლისა და უსამართლობის ზღვარი უკვე როგორც იტყვიან უმძიმეს მდგომარეობაში. აი რა მაგალითს გეუბნებით ახლა მე თქვენ აგერ თქვენც იცნობთ ამ პიროვნებას ჯერ ერთი თქვათ მანამდე ეს ებრაელის რო არის ერთი რომ გამოდის რუსებს ყავს 100-მდე კაცი აი როცა მე მეუბნებიან რომ თქვენ საიდან აღსკვნით იმას რომ თქვათ რუსული მიმართულება აირჩია მე ვეუბნები რომ მე ვარ იმის მომხრე რომ ყველასთან მქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე რომ ესე იგი როგორც ამერიკას ფერქვეშ ეგებიან და ევროპას ფერქვეშ ეგებიან და თქვათ ჩინეთი ლანძღონ რუსეთი ლანძღონ სხვა ლანძღონ არა მე ამის მომხრე არა ვარ მე ვამბობ იმას რომ ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც არ არის თავარი აი მე თქვენ რო გითხარით ის ებრაელი მეთქი ნუ არ ვიცი ხა თქვენ იმ ერთი პიროვნება ამ დღეებში გაავრცელა ერთ-ერთმა პიროვნებამ რომელიც არის ნუ რუსეთის მაქებარი და პუტინის მაქებარი აი მე ვნახე საქართველოში რა ახლა რომ დიდხანს არ ვეძებო ეს ვნახე საქართველოში რა ამ ბოლო პერიოდში თუ არის იმის იმაზე კარგია რომ так ნახო რაღაც პოპულო ესე იგი დააკვირდით ვინც რუსეთიდან იმართებოდა ხო ვიცოდი ჩვენ ესენი რა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული პოლიტიკოსები ყველანი გადაბარგდნენ ხელისუფლების მხარეს ცუდი ნიშანია ძალიან და მე ერთ პიროვნებას ჩემთვის უსაყვარლეს პიროვნებას ამის წინ უთხარი თავის გვერდზე ქონდა გამოტანილი და მე მის მოსაზრებას ვამე მეშვიდე მე ვთხარი კი ბატონო შეიძლება ის სწორს ლაპარაკობს მაგრამ იგი სწორს ლაპარაკობს იმიტომ რომ ლანძღავს ამერიკას და უჭერს მხარს რუსეთს მე არ მაწყობს ის პიროვნება რომელსაც მიაჩნია რომ ამერიკას არავითარი ნაკლი არ აქვს რომ ყველაფერში უბედურება რუსეთშია და ან კიდე რუსეთს არავითარი ნაკლი არ აქვს ყველაფერი უბედურება ევროპასა და ამერიკაშია საქართველო ამათ შორისაა დღეს ერთმა პიროვნებამ დღეს გააკეთა მიმართვა ვითომ ქართველებისადმი ამერიკელია ძალიან მაღალი რანგის იყო ეს არის დღეს ვინმეს რომ უთხრა ნუ რუსი დიპლომატები და რუსი ისინი არ ლაპარაკობენ პუტინის მხარდასაჭერად ისე როგორც ეს მე რომ ხედავ თქვათ ის 100 კაცი რომელიც მე ვიცი ძალიან კარგად თქვათ აი რომ შევდივარ და თელეგრამი ვმუშაობ ამ ინტერნეტში რომ ესენი ვის მხარეს იჭერენ იმის მიხედვით გზნობ საქართველოში ყველა ვინც რუსეთიდან ფინანსდებოდა ამ ხელისუფლების მხარეს გადაბარგდა და ისე იგი ვინც რუსებს აკებს საერთაშორისო მასშტაბით ამერიკელები ხო ძალიან ბევრი დააფინანსეს ბრიტანელები ნორვეგიელები სხვები ერთი 100-მდე კაცი დააფინანსეს ყველა უჭერს საქართველოს მხარს ანუ გადშეხედეთ რომ შიგნითაც კი ვინც მოიაზრებოდა რომ მეხუთე კოლონოს რო ვეძახდით ისინი ამ ხელისუფლების მხარეს დადგა და მეორე ისინი ვინც რუსეთს უჭერენ მხარს საერთაშორისო მასშტაბით ესე იგი ისინიც კი აკებენ მიმართვა ქართველი ხალხისადმი ამერიკელი წერს იმაში და უხარია და ძალიან ბევრმა პიროვნებამ დადო თავის გვერდზე მე ამას სისაძაგლეს ვეძახი ამათ ჩვენ გაგვაუბედულეს ამ ადამიანებმა რომლებიც ან რუსეთიდან ფინანსდებიან ან სოროსულ მასონური ძალებიდან ფინანსდებიან ჩვენთვის თავარი არის ობიექტური საზომი იყოს და არა იმ პიროვნებებს ავყვეთ მე რო გითხარით ეს ებრაელი არის მეთქი რომ ეს გამოდის კედმი თუ რაღაც არის ხო ესეთი გვარი ხო არის ერთ პიროვნება რომელიც მოკლედ პუტინის ქებადიდების მეც არაფერს არ აკეთებს და ამერიკას ლანძღავს მუდმივად საქართველოში ყველას უდევს ის გვერდზე რა მოგვივიდა ხალხო ჩვენ არ გვაწყობს
ტენდენციური ადამიანების პოზიცია არ გვაწყობს. აი აბსოლუტურად მართალს ლაპარაკობს აი ამის ერთმა პიროვნებამ აი ვალერი კვარაცხელიას ის ჰქონდა დადებული თავისი რასაც ამბობს ის ვალერი კვარაცხელია სწორია მაგრამ ვალერი კვარაცხელია არის რუსეთის დიდი მხარდამჭერი. ამიტომ ის სხვანაირად არ იტყვის და სხვანაირად მე მაინტერესებს სწორედ თქვენ რატო გთხოვეთ დღეს და აგერ ორი დღეა გეხვეწებით რომ დავიდეთ რატო იმიტომ რომ თქვენ არ ხართ არც იმით მხარეს არც ამის მხარეს და თქვენ ამბობთ იმას რომ თქვა ხა ბევრი ისეთი რამე მითხარით ბევრი არის ძალიან სასარგებლო საქართველოსთვის ბევრი არ არის დღესაც გამოჩნდა ეს ხომ არ შეიძლება რომ ადამიანი ვერაფერს ვერ ხედავდე რუსეთის საქმიანობაში წუწ ან კიდე მეორე რომ არის ვერაფერს ვერ ხედავდი ამერიკის საქმიანობაში წუწ სხვა შორის ამით ვამთავრე ამერიკელებმა მითხრეს ერთხელ აი როგორ უნდა მიხვდეო იცით რომ რომელია ამერიკული ტელევიზია და ამერიკული ესენიო ამერიკული ტელევიზია ვინც არის მას არ აქვს უფლება ვინც ფინანსდება ამერიკიდან ამერიკიზე რამე ცუდი თქვასო და დააგვირდით ახლა ჩვენს ტელევიზიებს აქ ყველაფერი ამერიკაში კარგია სხვაგან ყველაფერი ცუდია რუსულს ვინც უჭერს ხარს ამ ხალხმა ჩვენ დაგვუყეს რა ვიცი თქვენი მოსაზრება როგორია ბატონ თემა მაინც ისეთ იმაში ცხოვრობ რომში ყველა გზა რომში მინდა ვიცით როდესაც ესეთი ექსტრემიზმი ინდივიდუალურ დონეზეა ეს კიდევ მოსანელებელია საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის, როგორც საშინაო, ისე საგარეო ინტერესებისთვის და როდესაც ესეთი პოლიტიკური ექსტრემიზმი უკვე ისე დონეზეა, რომელთა სიტყვაც გარკვეულწილად ქვეყნის ერის მომავალზე და რეალობაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, ეს ჩემის აზრით სრულიად მიუღებელია. ამდენად რითიც დავიწყე მე იმით მინდა დავამთავრო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამ ორ ტრიალში მოგახსენეთ რომ ამ ექსტრემალურ შეფასებებში და პოზიციებში ალბათ ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ყველაზე გაწონასწორებული და ასეც უნდა იყოს. და ძალიან კარგი, მაგრამ მე თქვენ კარგია ჟონახეთ და მე მივესალმები. ახლა მაგალითად მე გუშინ წინ თქვი ერთ გადაცემაში რომ ახლა გადაცეს თუ არა ეს თქვა ეკლესია აზერბაიჯანთან დაკავშირებით მე რამდენადაც ვიცი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოვა მალე საქართველოში და მე თქვი ესეთი რამ რომ აი მე რომ დამიძახონა იმაზე არ დამიძახებენ და ამაში კიდევ უფრო ვხედავ იმას რომ ამ თქვა დისკუსიაში მონაწილეობა რომ მივიღო პრემიერ-მინისტრს ვეტყოდი რომ თქვენ მე მითხარით მართალია თუ ეს არ არის მართალი თუ იტყვის რომ ეს არ არის მართალი ავდგები ხელს ჩამოვართმევ და მადლობას ვიტყვი მაგრამ თუ იტყვის რომ ვერ გამცემს კონკრეტულ პასუხს უნდა უთხრეთ აცახში მაშინ სხვა გამოსავალი არ არის ეგ როგორ გააკეთე აი ხლა შეხედეთ აი მე ესე ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან ტრიალებ და ნახეთ როგორი ჩანაწერია რომ ესე იგი ქვეყანა რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს ქვეყანა რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აპეტიშებდეს სხვისას ეს დაიწერა რომელ წელში იცით 2004 წელში 2022 წელი გავიდა არავინ ეხლა დღეს გამოდიან და დღეს აი ურაპატრიოტიზმია უბედურება იტალიამაც გაიარა ეს პერიოდი და იტალიაში გადაყარეს ურაპატრიოტები და იტალია ერთი რამედაც მომწონს მე რომ როდესაც მაფიოზები შეიკრიბნენ და თქვენს რომ ჩვენ კი ვართ მაფიოზები მაგრამ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელი და რესპუბლიკის ხელმძღვანელობა წესერი უნდა იყოს აი ამასთან რომ მივა საქართველოში მილიონერთა კოჰორტა თუ ამას კოჰორტა ქვია რომ იტყვიან იმას რომ ჩვენ მაგრამ ჩვენ რა გვინდა პარლამენტში ჩვენ რა გვინდა ხელისუფლებაში აი აქ ჩვენი ამოცანაა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს წესიერი ხალხიო ძალიან ეს იქნება დიდი გამარჯვება ქვეყნის მაგრამ აქამდე ვერ მივედით აი ნახეთ უნიკალური ჩანაწერი რომელსაც ბეგი ბატონო იტალიაში და რომში მცხოვრებ პიროვნებას გეუბნები აი ამას რომ ხარს არ დაუჭერენ აი დააგვირდით საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ჩინეთთან იმ ხელშეკრულებაზე ხელი არ უნდა მოგვეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, იმიტომ რომ ჩინეთი არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, აგერაც ხო ხედავთ, არ დაუჭირა მხარი იმას
ემიგრანტ იმასთან დაკავშირებით, აი ტოლვილებთან დაკავშირებით არ დაუჭირა მხარი ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებას, იქაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კიდე კარგიო, ეხლა მხარი მაინც არ დაუჭირა და წინააღმდეგი არ წავიდაო. რატო არ უნდა დაუჭიროს მხარი? სტრატეგიული მეგობრობის ხელშეკრულება რო გავაფორმეთ. ამ ჩანაწერის მიხედვით ჩვენ რუსეთთან არ უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ის არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და ბევრი რამ. ამას ვეუბნებით ოპოზიციას, რომელიც ქუჩაში დგას. რომ წაიკითხეთ ეს დოკუმენტი. აი თუ არა ამაზე მაინც ამ მე-6 პუნქტზე მოაწერეთ ხელი და თქვით რომ ამას იზიარებთ. აი ნახეთ თქვენ სად არის უბედურება. აი აგერ მეცნიერებმა დაწერეს ასეთი რამ, არც ხელისუფლება არ აღიარებს ამ პუნქტს და არც ოპოზიცია არ აღიარებს ამ პუნქტს. ერთი არის საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ორი ძალა. ერთი არის ულტრა, ესე იგი, უпроსორად ყალბიეროვნული პათოსი, ანუ რომ თითქოს ეროვნულობა და სინამდვილეში რეალურად არაფერი იქეთ და მეორე არის ესე იგი აი რეაქციული ესე იგი დასავლური მასონური რომელსაც ნუ თქვათ აი რაც გინდა ის უწოდე უკვე აი ეს პოლიტიკური ძალები არიან ის დარბაისლური ადამიანური რომელიც ქართულშია ქართულ სულთანაა დაკავშირებული ეს ხალხი არ არის ასპარეზზე და ჩვენი ამოცანა მეცნიერთა კონგრესის და ჩვენ თქვენ აქ მოგიაზრებთ და თქვენ თვითონ ერთ-ერთი საინტერესო მეცნიერი ხართ და დღეს აი აგერ ეს სიგნი მინდა საჩუქრად გადმოგცეთ გაგატანოთ იქეთ საქართველოს ინტეგრალური რესურსები აი ხელისუფლებას ვეუბნებით რომ აი ჩვენ ეს გავაკეთეთ აი ეს არის საქართველო გავაკეთეთ ინვენტარიზაცია არავის არ გაუკეთებია დღემდე ჩვენ გავაკეთეთ ეს მოდით ეს ინვენტარიზაცია ხო გვაქვს მოდი ახლა ობიექტურად დავწეროთ რა მდგომარეობაა ამ ქვეყანაში და მოდი ერთად გავაკეთოთ ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში უკეთესი წინააღმდეგობა შეიძლება არსებობდეს. მე აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონ თემურ, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ძალიან. გასაკეთებელი ძალიან ბევრია და ჩემის აზრით კიდევ უფრო აქტიურად არის გამოსაყენებელი ის ძალა, რაც დიასპორებს გააჩნიათ. გეთანხმებით ეს ცალკე საუბრის თემაა და შემდგომ გადაცემაში ამას უნდა მიუძღვნათ თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა. მით უფრო რომ იტალიელი მიიღეს მონაწილეობას და ძალიან გეხმარებათ რამდენადაც ვიცი. ჩვენი სათვისტომოს იურისტი ვინც არის ხუჩაბაც გვექნება ალბათ ჩვენ ეს გადაცემა იქნება ნუ ჯერჯერობით ასე ჩვენი მეგობრები იტალიელებთან ერთად ოპერაში მიდიან და ოპერის შემდგომ 10 საათზე იქნება პირდაპირი გადაცემა და მიიღებენ მონაწილეობას. დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება კიდე ეს რომ გაგრძელდეს უბრალოდ მინდა გითხრათ რომ მე გაუცებული ვიყავი დღეს ჩვენი საუბარი წინა რომ შედგა ეხლა არ შევხედრივართ რამდენიმე თვეა ნუ საკმაოდ დიდი ხანია უკვე არ გქონია ეს მეცნიერებათა აკადემიის შემდგომ ეს შეხვედრა და მე გკითხეთ თქვენ რომ რაოდენობა იზრდება თუ მცირდება თქვენ მითხარით რომ იზრდება სწორია ხო სამწუხაროდ იზრდება თან ექსპონენციალურად არ არის საოცრება და სამწუხარო კი არა ტრაგედია ის არის რომ იზრდება ოჯახების ჩამოსვლა აი გული მომიგდა თქვენ რაც მითხარით ძალიან ეს მინდა იცოდეს ოჯახების ჩამოსვლა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ყოველგვარი მომზადების გარეშე ყოველგვარი იმ გარანტიის გარეშე რომ ის ბავშვები იქ ელემენტარულად ცის ქვეშ და პურის გარეშე არ იქნებიან სამწუხაროდ ქუჩაში ატევენ ღამეს საოცრება თქვენ მე მითხარით რომ ევროპაში ფასები გაიზარდა მაგრამ იტალიაში რა ფასებიც არის ის უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში სწორად ვამბობ ძალიან ბევრ პროდუქტზე და არა მარტო პროდუქტზე ეს ხო ესე იგი იქ ფასები გაიზარდა და მიუხედავად იმისა რომ გაიზარდა მე ვნახე აი მითხარით კიდევაც პირად საუბარში რომ ვნახე ძალიან ბევრი პიროვნება რომელიც ამბობს იმას რომ იტალიიდან ვაგზავნი კვების პროდუქტებს ქვეყანაში იმიტომ რომ ხარისხში ვარ დარწმუნებული ეს ერთი და მეორე უფრო იაფი მიჯდება იქიდან გამოგზავნილი პროდუქტი ვიდრე საქართველოში იყიდონ ნორმალურია ახლა ეგ არა ნორმალური არ არის სანამ ჩვენ არ დავიწყებთ ახლა და ამის პოტენცია არსებობს მიწა გვაქვს ეს არის სიგნია ამის ხალი გვაქვს კი ბატონო უნდა გავამძლიოთ ტვინი პირველ რიგში ხელი რომ ასე სხვის შემხედვარე რა თქმა უნდა ეხლა თქვენ იცით ძალიან კარგად იტალია როგორ იცავს
თავის სოფლის პროდუქტს. ხო სწორია რა. თქვათ მაღაზიაში ჭარბობს რა, სადაც არ უნდა შეხვიდეთ ჩვენთან 5-20% პარგლებშია ქართული პროდუქტი და დანარჩენი არის ირანიდან, თურქეთიდან შემოტანილი ის ხო აქ რო გექნება ხო წარმოგიდგენია ახლა საქართველოში რომ იქიდან შემოიტან. იტალია ხომ ძალიან იცავს თავის ქვეყნის პრესტიჟს და თავის ქვეყნის პროდუქციას. გასაკვირველი ხარისხიც კონტროლი აქვს საკვების და არა მარტო საკვების. გამოგეხსენებათ რომ ჩინური პროდუქტი მთელ მსოფლიოს უვლის ხომ და ძალიან ხშირად არის შემოწმება იმის შესახებ. ხარისხის მიხედვით, ფასის მიხედვით, ბუნებრივია ფას საბაზრო ეკონომიკა და ფას სახელმწიფოები ხო ვერ გააკონტროლებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ არ იყოს საოცარი დისბალანსი. იტალიაში წარმოგიდგენია რომ უშიშროების სამინისტროს დაავანონ ფასების კონტროლი. რა თქმა უნდა. იტალიაში წარმოგიდგენია რომ სკოლის დირექტორი და ან თქვა თეატრის დირექტორი რაიონის გამგებელმა თუ რა ქვია ამას ხელმძღვანელმა მოიწვიოს თათბირზე და უთხრას არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ. და ამას დაუჭირეთ მხარიო. მე მგონი არც არ ხდება. ხო, საქართველოში. ამწუხარო ეგ არის სწორედ რომ აი ვთქვათ აი როგორი ისინი გვაქვს ჩვენ. ეხლა ჩვენ რადგან კიდევ გვექნება შეხვედრა და ღმერთმაქნას რომ კიდევ გაცილებით მეტი, აი ეს მინდა გადმოგცეთ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და მე ამავე დროს მინდა გითხრათ ერთ სასიხარულო რამ, რომელსაც აქამდე ჯერეთი ეს არის მეორე დოკუმენტი მერაბ ბერძენიშვილის ეზოგარემოში რომ შედგა ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა სოფლიო კონგრესის გაგრძელება აი მისი დოკუმენტებია მიღებული მე დარწმუნებულია რომ თქვენ ერთი თქვენს მინდა სახში გქონდეთ როგორც ამის შემოქმედს და მე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა შეიქმნას საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგა და დავიწყეთ ამაზე ფიქრი, დებულებაც დაიწერა და სხვა შორის ეს არის ამ კონგრესის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ იტალიაში დავიწყეთ, ფლორენციაში, მე რომში გაგრძელდა, მე უკვე საბერძნეთში, თურქეთში და ნუ ბოლოს აი ეგერ ვთქვათ როგორც გითხარით მერაბ ბერძენიშვილის ეზოგარემოში შედგა 400-მდე კაცი იყო ჩამოსული ემიგრანტი და ეს დოკუმენტები მივიღეთ. უბრალოდ ჩვენ ვთქვით რომ ამ ასეთი ლიგის შექმნა ეს პრაქტიკულად არის საერთაშორისო პროკავშირები, ახალი სიტყვა იქნება სოფლიო ესეთი მიმართულებითაც, იმიტომ რომ ასეთი რამ არსად შექმნილი არ არის და მე მინდა გითხრათ რომ თქვენ ერთ-ერთი ის პიროვნება ხართ ქაბატონმა ლუარა ნიჟერაძემ და არა მარტო მან, რომელმაც დაგასახელეს აი ამ საერთაშორისო ლიგის შემადგენლობაში, მაგრამ ეს არ არის კიდე მთავარი. მე მინდა გითხრათ რომ აი აგერ ეს ასეთი ფურცელი, რომელსაც ერთი წელი თქვენ რო გქონდეთ თან გადახედოთ, აი გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება. ეს ორ გვერდზეა, ეს დაახლოებით 1 წლის წინ დარიგდა საქართველოში 100,000 ცალი. და ძალიან ბევრმა მოგწერა თავისი კანდიდატურები. მიხარია რომ თქვენ ამ შემადგენლობაშიც მოხვდით, ანუ საზოგადოებრივი პარლამენტი 150 კაცის შემადგენლობით იქნება 150-200 კაცი. დასახელებულია 2000-მდე სხვადასხვა პიროვნება, მაგრამ ეხა ერთხელ დასახელება არ არის საკმარისი, ნუ იქ რაღაც თავისი კრიტერიუმებია და ძალიან კარგია რომ ასე შედგა, თუმცა დრომ გვიჩვენა რომ ძალიან ბევრი ადამიანი და კიდევ ვაგრძელებთ ჩვენ ამ მუშაობას, შესაძლებელია რომ 26 მაისს რაღაც შეხვედრა ამ საზოგადოებრივი პარლამენტის შედგეს, იმიტომ რომ აი ნახეთ ჩვენი პოზიცია რა არის და ამაზე გექნებათ თქვენი ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს ერთპიროვნული და ანონიმური მმართველობა და უნდა დაიწყოს სოლიდარული მმართველობა ქვეყნის მომავლისათვის. ამაზე პასუხს უნდა ვაგებდეთ ყველანი. არავინ არ უნდა იფიქროს ის იქნება რიგითი პოლიტიკოსი თუ იქნება პრემიერ-მინისტრი, მან რომ თქვას რომ მე ვარ და მეტი არავინ არ არის. ჩვენ დღეს რაც გვჭირდება, ჩვენი პრობლემა არის იმაში, რომ
ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა დიდი ხანია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რა ხასიათზე იყო შევარდნაძე ამას ფიქრობდნენ და არა იმას რომ თქვა როგორ გვიმოქმედა ქვეყნისთვის მე იყო და რა ხასიათზე იყო სააკაშვილი და არა იმისი რომ თქვა რა ხასიათზე იყო ხალხი ეხლა იმაზე რომ თქვა რას იფიქრებს ამა თუ იმ საკითხზე ბიძინა ევანიშვილი ჩვენი მიდგომა არის ასეთი ჩვენთვის თავარი არის რას ფიქრობს ქართველი ხალხი აი ქართველმა ხალხმა აი ასეთი პრინციპით ჩამოაყალიბა თავისი თქვათ რაღაც გარკვეული ისინი ამ ასეთი პარლამენტი რომ შეიქმნას ეს წინააღმდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის რომელმაც ორი რამ თქვა ერთი რომ პირველი იყო და აი თქვენ აი ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა სადაც არის იქ არის ბატონი ჯუმბერ კოპალიანის წერილი სახელმწიფო კაცების საკრებულო ეს პირდაპირ პატრიარქის წინააღმდება და რომ ვთქვათ არიან ადამიანები 80 წელს მიტანებული მეტი ნაკლები მაგრამ საერთაშორისო ავტორიტეტით ქვეყანაში წესიერებით და პატიოსნებით რო გამოირჩეოდნენ და ამ ხალხისგან შეიქმნას ისეთი პრაქტიკულად პარალელური მთავრობის მსგავსი რომელიც არაფერში არც ის არ უნდა პრემიერ-მინისტრობა პრეზიდენტობა არ უნდა უბრალოდ ესენი არიან ადამიანები რომელსაც უნდათ ქვეყანა და უნდათ ქვეყნის მომავალი და იგივე ვთქვათ ეს საზოგადოებრივი პარლამენტი და რაც ყველაზე მთავარია ამ ქვეყანას ჭირდება სოლიდარული პასუხისგებლობა მომავლის საქართველოსათვის. სწორი მიდგომაა? აბსოლუტურად გეთანხმებით. აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აზრს, ამ შეხედულებას. ეს იქნება უბრალოდ მეცნიერულად გაანალიზებული და მეცნიერების მიერ გამოტანილი დასკვნა ის რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის საუკეთესო იქნება. და ბოლოს თქვენ ხართ მეცნიერების დოქტორი, რა დარგში? რა მიმართულებით? დოქტორი ვარ ბიოლოგიის და ბუნების დაცვის. ეს მე ვიცოდი, მაგრამ ეს რომის უნივერსიტეტში მაგ დაცვით. მე ვიყავ პირველი საბჭოთა მეცნიერი, რომელმაც დოქტორის ეს ხარისხი მიიღო რომის ლასაპრინცეს. აი ვინც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ქვეყანაში პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით. ვინ ჩვენ დღეს რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ეკოლოგია, რაც გვჭირდება ჩვენი სოფლის მეურნეობა. სწორედ ეს პროფესია აქვს ბატონ ბეგი თავარდქილაძეს უდიდესი გამოცდილება მამულიშვილია საქართველოს უყვარს საქართველოს გარეშე ვერც კი წარმოუდგენია რომელიმე დღე მიხარია რომ ასეთი ადამიანები ყავს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჩვენ გვჭირდება დიდი ერთობა არა ის რომ თქვათ აი მე ის მიყვარს ის მეზიზღება აი სიძულვილის გზნობა უნდა დაიკარგოს ყველა ის ადამიანია ძლიერი როგორც საკუთარ თავზე იმარჯვებს მე რამდენჯერაც შეგვთით თქვენ ყოველთვის დავწუნდი რომ თქვენ ყოველთვის გინდათ რომ საკუთარ თავზე გამარჯვებული იყოთ და სხვას არ ებრძვით, სწორია? რასაკვირველი. წარმატებად. მადლობა. მიხარია ძალიან და დიდი მადლობა.